მოგესალმებით, მედია კავშირი კვლავ პირდაპირ ეთერშია და დღეს ოთხშაბათი 3:30-ია და შესაბამისად სტუდია ნომერი 8-დან ტრადიციისამებრ ვისაუბრებთ ბატონი დავით არხანმოურავი და ირმა ცხორაგაული. მოგესალმებით. გამარჯობათ. მადლობა მოგზანებისთვის. ბატონ დავით, არ შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი თემით არ დავიწყო. ჩვენი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა და ზოგადად სამხრეთ კავკასიისთვის. 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით აზერბაიჯანისა და სასომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 17 პუნქტისგან შედგება. ეხლა ჩვენი ტელემაყურებლებისთვის ნათელი რომ იყოს მე ძირითად პუნქტებს ჩამოთვლი, მაგრამ ერთ-ერთ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. მოკლედ შეთანხმდით იმის შესახებ, რომ მათ შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები აღდგებოდა, რომ არც ერთ ქვეყანას პრეტენზია აღარ ექნებოდა ტერიტორიაზე. ბატონმა ტრამპმა მას უწოდა ეს სამშვიდობო და ისტორიული მოვლენა და შესაბამისად არც ერთი მესამე ქვეყნის საჯარისო დანაყოფი აღარ უნდა იდგეს არც ერთი ქვეყნის საზღვარზე. ეხლა სხვადასხვა ნაწილებია აქ, ნაწილებისგან შემდგარი ხელშეკრულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება დაიდო ეგრეთ წოდებული ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანს და ნახიჩევანს გააერთიანებს და ამ კორიდორს ამავდროულად უწოდეს ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მოკლედ ეს კორიდორი 99 წლით გადაეცემა ამერიკულ კომპანიას. ეხლა მე მინდა რომ თქვენ განმარტოთ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ კორიდორს და ეს კარგია თუ ცუდია და ამავდროულად საქართველომ ხო არ დაკარგა ამით თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ის ირანსა და რუსეთივით რაღაცა გეოპოლიტიკურ თამაშგარეშე აღმოჩნდა. ნუ გააჩნია ვისთვის არის კარგი, ვისთვის არის ცუდი. ჩვენთვის როგორია? ჩვენთვის ალტერნატივა არის ჩვენთვის და ეს ნიშნავს რომ ცუდია. მაგრამ ნუ ეგ სხვა საკითხია, აქ ესე უნდა მიუდგეთ, აი ავიღოთ სომხეთი. თუ გინდა დავყოთ პუნქტებად რა, აი ჯერ სომხეთი ავიღოთ. სომხეთი როგორც ქვეყანა, როგორია მისი თქვათ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა. სომხეთი ღრმად ინტეგრირებულია რუსეთთან. არა მარტო რუსეთთან, საერთოდ სომხეთი, რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი, ესენი მოკავშირე ქვეყნები არიან. მათ გააჩნიათ სამოკავშირეო ხელშეკრულება, ნუ ბელორუსიას და რუსეთს ბევრად უფრო ღრმა, მაგრამ სომხეთად ძალიან ღრმა ერთიანი საბაჟო სივრცეა, ერთიანი სასაზღვრო სივრცეა, სოციალური თვალსაზრისით ძალიან ღრმა ინტეგრირებულია ესენი. იმ დონეზეც კი რომ ძალიან ბევრი სომეხს ორმაგი მოქალაქეობა აქ რუსულ პენსიასაც იღებს, აქ სომხურ პენსიას იღებს და ეს არ არის პატარა რაოდენობა. ძალიან დიდი ბიზნეს სფეროები, რომლებიც ადრე ქართველების იყო და ქართველები მოღვაწეობდნენ ამ სფეროში, ეხლა სომხები მოღვაწეობენ და რაც თავარია, აი ამას მიაქციეთ ყურადღება, ფულადი ბრუნვა, რომელიც აქვს სომხეთს, რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს. აი ამათი ფულადი ბრუნვა მთლიანი ამ თანხის 0.18% სასომხეთს ეჩუქება ყოველწლიურად სასომხეთს. ეს უზარმაზარი თანხაა, თქვენ არ გეგონოთ რომ 0.18% რო ჟღერს ეს პატარა ფულია, აქ $1 მილიარდებზე მიდის საუბარი და ეს თანხა მთლიანად გადაეცემა საჩუქრად თქვათ სომხეთს. შესაბამისად სომხეთის ეკონომიკა სერიოზულად არის მიბმული ამას. მეორე, სომხეთს ძალიან ღრმა ეკონომიკური, საკმაოდ ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია აქვს ირანთან. მას გააჩნია პირდაპირ საზღვარი ირანთან და აქ არის საკმაოდ სერიოზული ინტეგრაცია, იმიტომ რომ ირანი, რომელიც ასევე უშვებს საკმაოდ იაფ პროდუქციას და ძალიან ბევრს, ირანი ძალიან ბევრ სფეროში უშვებს პროდუქციას, სხვა თემა ეხლა რამდენად ხარისხიანია, არა ხარისხიანი, მაგრამ ბევრი ხარისხიანი პროდუქტიც აქვს. ირანი რუსეთთან სომხეთის მეშვეობით მუშაობს, ირანის ეკონომიკა რუსეთთან დაკავშირებულია სომხეთის მეშვეობით და არა მარტო რუსეთთან. საქმე იმაშია, რომ სომხეთი ცდილობს იყოს ირანისთვის გამტარი საქართველოშიც, რუსეთშიც, სხვა საბჭოურ ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში, თუნდაც მოლდოვაში და ასე შემდეგ. გარდა ამისა,
აქ არსებობს არაპირდაპირი ეკონომიკური ურთიერთობა სომხეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი და კასპიის ზღვაზე მხოლოდ ორი ქვეყანა იქ თურქმენეთი და ყაზახეთი, მაგრამ მათი მომიჯნავე ყირგიზეთი მაგალითად თუნდაც ხო? ან უზბეკეთი. იქით კიდე ინდოეთი, ავღანეთი და ჩინეთი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ თურქეთიდან ყოველ 10 წუთში ერთხელ ერთი სატვირთო ავტომობილი გადადის ირანის გავლით. თურქეთიდან ირანის გავლით 10 წუთში ერთხელ ერთი ავტომობილი. ასევე ყოველ 5 წუთში ერთხელ ერთი ჩინეთიდან ავტომობილი სატვირთო ირანის გავლით გადის. აი, ამიტომ უნდა დაინახოთ თქვენ, რომ სომხეთის ეკონომიკა პრინციპში ძირითადად თლიანად მიბმულია და გადაჯაჭვულია რუსულ ირანულ ეკონომიკასთან და ირანის ეკონომიკაც არ არის ძირითადად, მაგრამ ძალიან სერიოზულად არის სომხეთთან. სომხეთს იყენებს ირანის ეკონომიკა, ბევრად აღემატება სომხეთის ეკონომიკას, ის იყენებს სომხეთს როგორც ერთ-ერთ სერიოზულ ბერკეტს და თავად ირანის ტერიტორია, ირანი იყენებს თავის ტერიტორიას, როგორც უკვე ვთქვით, თურქული, აზერბაიჯანული, ყირგიზული, სომხეთის და ირანის ორივე იყენებენ. ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, რაც თქვი იქ მე, ყაზახეთი, თურქმენეთი, ინდოეთი და ასე შემდეგ. ეხლა ეს ყველაფერი დაინგრევა. ფაქტობრივად სომხეთს უნდა ესმოდეს, რომ ზანგეზურის დერეფანს თუ გაუხსნის აზერბაიჯანს და თურქეთს, სომხეთს უნდა ესმოდეს, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება თავად სომხეთისთვის, იმიტომ რუსეთისთვის და ირანისთვის ეს მიუღებელი პროექტია. თავისთავად. რუსეთი და ირანი, რუსეთი უკვე მე ვთქვი წინა გადაცემაში 20 მილიარდ დოლარს კარგავს ყოველწლიურად. გარდა არ ვლაპარაკო პოლიტიკურ გავლენაზე, ჯერ უბრალოდ ეკონომიკაზე ვთქვი, ეს პირდაპირი დათვლით, ამას ირიბი დათვლაც მოყვება, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გვახსოვს ეკონომიკა სოციალური თემები ებმება და ეს 20 მილიარდი არის პირდაპირი ანგარიში. და პირდაპირი დათვლა. და იქ ირიბი დათვლა, ამას გაზდის ორჯერ. ეს უზარმაზარი თანხებია, არ არის ეს პატარა თანხები. აღარ ვლაპარაკო პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტზე, ანალოგიურად ირანისთვის. ირანის გამოცხადებული, გაცხადებული მტერია ამერიკა და ეხა ზანგეზურის დერეფანი ნიშნავს, რომ ამერიკული ჯარი დადგება. და ამ ვითარებაში სომხეთი, რომელიც სერიოზულ დანაკარგებშია, ამაზე თანხდება. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა მას პირდება კომპენსირებას. ანუ ამერიკა ეუბნება, რომ აი შენ უნდა მოხდეს დათვლა, სომხეთი პირდაპირ ამდენ ფულს იღებს რუსეთისგან, ირიბად რა თანხებს იღებს რუსეთისგან და ირანისგან, მთელი ეკონომიკა და სოციალური სფერო უნდა ფულში გადათვლილ იქნას და თუ დაუშვათ სიტყვაზე ახლა ეს არის რაღაცა X მილიარდი, ეს X მილიარდი თანხა ამერიკამ უნდა აუნაზღაუროს მას და როგორც მე ვხვდები, მართალია ეს გაცხადებული არა ხელშეკრულებაში, მაგრამ უდაოა რომ ამერიკა დაპირდებოდა ამას სომხეთს, ეთყოდა რომ მე ამის კომპენსირებას ყველაფრის გაგიკეთებ. თავისთავად. აქვს თუ არა საშუალებები, როგორ არა აქვს, რა თქმა უნდა აქვს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკის მხრიდან ეს იქნება უბრალოდ ფულადი დახმარება. წილშიც რო ჩასვან ამ ზანგეზურის დერეფნის, ზანგეზურის დერეფანი თუ მაქსიმალურად არ აუმშავეს, ამ თანხას ისე ვერ ამოიღებენ, ესე იგი ამერიკამ თავის ჯიბიდან უნდა აჩუქოს. ან ზანგეზურის დერეფანი ისე უნდა ამუშავონ, რომ თლიანად უნდა მოიხსნას ალტერნატივა, მაგალითად ალტერნატიული გზა არის საქართველო. საქართველოს ესაა პრობლემა. ყველა ეს ტვირთი დღეს საქართველოს გავლით მიდის და აღარ გავა საქართველოს გავლით. გასაგებია, რომ ორი მილსადენი, რო ყოფილიყო ადრე ზანგეზურის დერეფანი, მილსადენები შახდენიზი და ჯეიხანი არის ნავთობი, შახდენიზი არის გაზი, ეს ორი მილსადენი არ გაივლიდა საქართველოზე და ზედმეტი წრე არის 250-300 კილომეტრიანი, რომ პირდაპირ გავიდოთ. არავინ არ დაშლის ამ მილსადენებს, ეს ნათელია, მაგრამ სხვა გაგებით მშრალი ტვირთები იქნება ეს თუ თუნდაც ნავთობ და გაზ პროდუქტები, ოღონდ რომელიც ხმელეთით ბიდის არამილით მიედინება, ვთქვათ ავტომობილები, თუნდაც თხევადი გაზი ან სხვა მშრალი ტვირთები, აქციზური ტვირთები, ყველა ეს ტვირთი თუ აქით არ გადმოანაცვლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მაშინ სომხეთი თანხას ვერ ამოიღებს. მაგრამ მეორე მხრივ ეს იქნება დარტყმა იმდენად ძლიერი საქართველოსთვის, რომ ამერიკას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენც გაგვაღიზიანებს ეს. ამიტომ ამერიკა ყველა შემთხვევაში აქ
ასე ვთქვათ, თავის ჯიბიდან ამოიღებს რაღაც ფულს და ამ ფულით მოახდენს კომპენსირებას სომხეთისთვის. მაგრამ ეს ამავდროულად გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი სომხეთში დაინგრევა. კი, გასაგებია, ფულს აჩუქებს ამერიკა, მაგრამ ეხლა სომხეთის სახელმწიფომ რა უნდა ქნას ის ბიზნესმენები, ვინც რუსეთთან, ირანთან მუშაობენ. არა, ეს იქნება ყოველწლიური დახმარება. მაგრამ რაშია საქმე, ის ბიზნესი, ვისაც აწყობილი ქონდა ირანთან ან რუსეთთან, გაჩერდება და ესე იგი სომხეთის ხელისუფლებამ ეს ფული ამ ბიზნესმენებს რაღაცა გზით უნდა მისცეს, რომ მათ სხვა რაღაც ბიზნესი ააწყონ. ან უბრალოდ უნდა აჩუქოს და ეს რთული პროცესია. როდესმე კი დაალაგდება, მაგრამ წლებს მოითხოვს და ესე მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ ალგორითმის გაუგებარია ეხლა რა. დაუძახებს სომხეთის ხელისუფლება ყველა იმ ბიზნესმენს, ვინც ირანთან და რუსეთთან მუშაობდა და ეთქვი შენ ამდენი ქონდა, ამდენი და აღამე ყოველ წელიწადს გჩუქნი ფულს, თუ როგორ იქნება ეს? ეს არა მარტივი პროცესებია, ამის ახსნა მინდა. ძალიან რთული პროცესებია და უზარმაზარი უკმაყოფილება ისედაც იყო პაშინიანით სომხეთში, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ სომხეთის მოსახლეობას მიაჩნია უმეტეს ნაწილს, რომ პაშინიანმა გასდა სატერიტორიები. გაყიდა სომხეთი, ესე თulis, რაც თავარი ესე თulis ეკლესია. და დღეს ძალიან დიდია უკმაყოფილება სომხეთში. მე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი და ეხაც გავმეორდები, რომ სომხეთის ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს სომხებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიას ქართველებისთვის. მაგრამ აქ კიდე ერთი ნიუანსია. ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკაშიც კი დადიან ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. არის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია. ისინი ვინც ცხოვრობენ საბერძნეთში, დადიან საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგალითად, ხო? საფრანგეთში ვინც ცხოვრობს, ნუ იქ ძირითადად რუსული და ბერძნული მართლმადიდებლური ტაძრებია, სადაც ჩვენ დავდივართ, მაგრამ სომხები არ არიან თავის თავს კი უწოდებენ მართლმადიდებლებს, მაგრამ სომხები არც ერთ სხვა ეკლესიას არ ცნობენ, მართლმადიდებლები ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით არ არიან. ჩვენ მათ დიოფიზიტებს ვეძახით, ისინი თავის თავს მიაფიზიტებს ეძახიან, ეხლა ტერმინოლოგიას არ აქვს მნიშვნელობა. ეს ეკლესია არც ერთ სხვა ეკლესიასთან ასეთ ევქარისტულ, ანუ ზიარების კავშირში არ არის. შესაბამისად, სომეხი ყველგან სომხურ ეკლესიაში უნდა შევიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ალასკაზეც რო ცხოვრობს სომეხი, თუ არ არის სომხური ტაძარი, ის ვერ შევა. სახში ულოცულობს თუ არა და უნდა ამიტომაც სომხური ტაძრები შენდება ყველგან სოფლიოს, სადაც შესაძლებლობა ეძლევა სომხებს და ეს არის გამაერთიანებელი ფაქტორი კიდევ ერთი სომხების და სომხური ეკლესია კატეგორიულად წინააღმდეგია პაშინიანის. მას მიაჩნია, რომ პაშინიანი მოღალატეა, ერის გამყიდველია, ტერიტორიების დიდი დაპირისპირება ცნობილია და დამანგრეველი ქვეყნის და შემდეგ და ამ დროს აქ რა არის საინტერესო, რომ პაშინიანი ნათელია, რომ რევოლუციით მოსული, ამერიკის მიერ მოწყობილი რევოლუციით მოსული კაცია და სომხეთის ეკლესია ამერიკასთან ძალიან კარგ ურთიერთობებშია, მაგრამ პაშინიანი სრულად მიუღებელია მისთვის. აი ესეთი ნიუანსებია აქ. ასე რომ ვფიქრობ, რომ ზანგეზურის დერეფანი ეს იქნება ის ნაღმი, რომლის აფეთქებაც, ან ცდელობა აფეთქების სომხეთში ახლა იქნება და ამას ალბათ რუსეთს ხელში უწყობს ყველანაირად, იმიტომ რომ რუსეთსაც ეს სრულად მიუღებელი რაღაცა არის. აქ თავარი კიდე სამხედრო საკითხი. ზანგეზურში ჩდება ამერიკული შეიარაღებული ძალები. ახლა ვიღაცა ხო, მაგრამ ხელშეკრულებაში რომ უწერიათ, რომ არც ერთი მესამე ქვეყნის საჯარისო დანაყოფი აღარ უნდა იქნეს. ამერიკელები დაიცავენ. არა, მათ სხვა რაღაც წერია. ხელშეკრულება ამბობს უბრალოდ იმას, რომ საზღვარზე, სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანთან არ იქნება არც სომხური, არც აზერბაიჯანული, არც რუსული და არც რომელიმე სხვა ქვეყნის ჯარები. ამერიკული ჯარები ფორმალურად სამხედროები დაიცავენ ზანგეზურის დერეფანს, მაგრამ ზანგეზურის დერეფანი პირდაპირ ირანის საზღვართანაა და ფაქტიურად ეს იგივე რომ ამერიკული სამხედრო ბაზა ჩდება იქ. თან ახლა იქ ამერიკელები ძალიან ისეთი წუწკი წინადადებაა, რომ ეს იქნება არა სახელმწიფო ჯარები, არამედ დღეს იცით თქვენ რომ რუსეთსაც, ამერიკასაც და ბევრ ქვეყანას გაჩნდა სამხედრო კომერციული კომპანიები. სინამდვილეში ეს იგივე სახელმწიფო ჯარებია, ოღონდ უშუალოდ სახელმწიფო არ ჩანს, ანუ სამხედროები, თან სერიოზული პროფესიონალი სამხედროები ხელშეკრულებას დებენ რაღაცა სამხედრო კომპანიასთან, ამ სამხედრო კომპანიებს ისევ იგივე გენერლები ხელმძღვანელობენ, რაც ხელისუფლებაში და მეტი გადასახადია
და ჩადის იქ რაღაც სამხედრო კომპანია, რომელიც ფორმალურად ვითომ სახელმწიფო არ არის, მაგრამ ფულს სახელმწიფოსგან იღებს, დაკვეთას სახელმწიფოსგან იღებს და მაშინ მსახურობს იგივე პროფესიონალი სამხედროები, რაც სახელმწიფოსი. ასე რომ ეხლა ეს ყველაფერი შენიღვა და სირიაშიც ესე იბრძოდნენ მაგალითად ამერიკელები და ავღანეთშიც. მან განთავსდება ამერიკული კონტინგენტი და გასაგებია რომ ეს კონტინგენტი ნელ-ნელა გაიზრდება და ირანი საერთოდ ამბობს რომ ის თვითონ დაიწყებს სამხედრო ოპერაციას, ოღონდ გაუგებარია როგორ. რას გააკეთებს ეს არის გაუგებარი. დაესხმება ამერიკის კონტინგენტს ზანგეზურის დერეფანში, დაესხმება თავს აზერბაიჯანს, თუ ნახჭევანში შევა თუ თურქეთს გამოუცხადებს ომს, თუ რას გააკეთებს გაუგებარია. უბრალოდ ამბობს რომ ამას არ დაუშვებს და იმოქმედებს სამხედრო გზით, მაგრამ როგორ იმოქმედებს ეს სრულად გაუგებარია ამ მომენტში. ბატონ დავით, ეხლა ჩვენ რომ თლა თამაშგარაში არ აღმოჩნდეთ და რაღაცნაირად ჩართულები რომ ვიყოთ, როგორ ფიქრობთ თქვენ, თბილისი, ბაქო, ყარსი, სარკინიგზო მაგისტრალი ხომ არ უნდა დავაჩქაროთ, იგივე ანაკლიის სპორტის მშენებლობა ხომ არ უნდა დაჩქარდეს, რატომ? იმიტომ რომ ეს ზანგეზურის დერეფანი ძალიან ინფრასტრუქტურულად ძალიან კეთილმოუწყობელია და ამას მრავალი წელი დაჭირდება ალბათ ამ დერეფნის. არა, ეს დიდი შეცდომაა, ბევრი ფიქრობს ესე და ეს დიდი შეცდომაა, ძალიან ბევრი ფიქრობს, კარგია ამ კითხოს რო სულთ, არა. აქ არის ლაპარაკი სულ 40 კილომეტრ გზაზე, ეს თვეების ამბავია. აქ არაფერი წლები ამას არ დაჭირდება, გაკეთდება ძალიან სწრაფად. 40 კილომეტრი გზა ეხლა ეს ხო არ არის 400 კილომეტრი გზა. მით უმეტეს რომ აქ გამოყოფილი იქნება უზარმაზარი რესურსები, დაინტერესებული მხარეა თავად ამერიკის შეერთებული შტატებიც და თურქეთიც და შესაბამისად აზერბაიჯანიც ფული აქვთ ამათ. ძალიან სწრაფად აშენდება, მე გეუბნებით რომ ეს არის თვე ნახევარი წელი რაღაცა ეს ერთი. მან პირიქით უკვე ჭიდაობა მიდის ახლა აზერბაიჯანი რას ამბობს? ამერიკა ეუბნება რომ ნახჭევანზეცო გზა მე გამაკონტროლებინეო და აზერბაიჯანი ჯერჯერობით უარზეა იძახის რომ მე თვითონ გავაკონტროლებ, მაგრამ ეს უნდა ასევე ამერიკას და ალბათ მიაღწევს კიდევაც ამას. დღეს არა ხვალ რაზე მიაღწევს. დროის ამბავია. ასე რომ ეს ძალიან სწრაფად აშენდება ეს ერთი. მეორე კვლავ ამბობ, არანაირად რა ტემპშიც არ უნდა აშენდეს ან ანაკლია თუ სხვა რაიმე პორტები, ეს ვერ იქნება ამისი ტოლფას. შემცვლელი. ვერანაირად ვერ იქნება. თუ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვიღაცას არ სურს ან კონკრეტულად სურს საქართველოს გავლა. იმიტომ რომ აქედან ზანგეზურიდან ტვირთი გადავა ისევ თურქეთში და აღმოჩნდება სადაც გნებავ თუნდაც რიზეში ან იქით ქვევით. აქ დამატებითი ქვეყანა ჩდება საქართველო. საქმე რაში ავიღოთ ჩინეთი. ჩინეთის ტვირთი რომელიც მოდის ვთქვათ ავტომობილით ჯერ. აი როგორც არ უნდა ვიაზროვნოთ ჩვენ ჩინეთის ტვირთმა კასპიის ზღვაზე უნდა აღმოჩნდეს. კასპიის ზღვაზე შეიძლება აღმოჩნდეს ან ყაზახეთის, ან თურქმენეთის გავლით, ხონერად ვერ აღმოჩნდება. როგორც წესი ყაზახეთის გავლით პირდაპირ საზღვარი აქვს ჩინეთს ყაზახეთთან იქ. უიგურეთის ავტონომია არის, უიგურები ცხოვრობენ, პატარა ერი არ გეგონოთ 10 მილიონზე მეტია. და ჩინეთმა მერე ტვირთი ისევ ან აზერბაიჯანში უნდა შეიტანოს და აზერბაიჯანიდან საქართველოში, ან რუსეთში და რუსეთიდან საქართველოში. და მერე გავა შავ ზღვაზე. ან თუ ბარემ აზერბაიჯანში შეიტანა და შავ ზღვაზე რო გავა, წავა მერე ბოსფორის სრუტით გადავა მარმარილოს ზღვაში და მერე იქ კიდე დარდანელას სრუტია და იქიდან ხმელთაშუა ზღვაში გადავა. თუ არა და პირდაპირ ახან აზერბაიჯანში აღმოჩნდა, გაივლის თურქეთს და ისევ თურქეთში აღმოჩნდება და აქ ყოველთვის ალტერნატივა აქვს და გაუგებარია რატო უნდა უნდოდეს ახლა საქართველო, თუ რაღაც სპეციალური მიზანი არა აქვს, რომ დაუშვათ საქართველო წაახალისოს, წავა ყოველთვის ამ ზანგეზურის დერეფნით. ზარია და შემოვიდეს კი. ზარია, მობრძანდით გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, მოგესალმებით. არის მის ხმა, ჩვენ არ გვესმის ხმა. გაიჩი. ბატონ დავით, ეს თემა ამოვწურეთ ახლა, მე აუცილებლად მინდა. მაგრამ რაშია საქმე, დააკვირდით? ეს თემა ახლა პირდაპირ არის გადაბმული. ეს ერთი საკითხია, მოკლედ, აქ გასაგებია, რომ ზანგეზური არის უდაოდ პირდაპირ ალტერნატივა საქართველოსთვის, უარყოფითი ალტერნატივა, ჩვენთვის ეს ცუდია. და მე მგონი სრულიად ნათელია, რომ
კიდე დაუფიქრეთ და კიდევ ერთხელ საქართველო დამატებითი ქვეყანა ჩნდება ტვირთის გავლის კუთხით და აქ ეს დამატებითი ქვეყანა არავის არ ჭირდება ასე რომ ჩვენთვის ეს ალტერნატივაა ეს ერთი საკითხია მეორე ეს თემა აუცილებლად იქნება ეხლა 15-ში ხდება ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ალიასკაში ხდებიან ალიასკა ტრამპმა თქვა რომ რუსეთის ყოფილი ტერიტორია იგულისხმა რუსეთის ტერიტორიაზე კი არა ალიასკა ოდესღაც ეკუთვნოდა რუსეთს და რუსეთის იმპერიამ სამეფოზეა ლაპარაკი რუსეთის იმპერიამ მიყიდა ალიასკა ფულად უზარმაზარი რუსეთი ისედაც ყველაზე დიდი ქვეყანაა პლანეტაზე ყველაზე დიდი ქვეყანაა პლანეტაზე და ალიასკაც რუსეთს ეკუთვნოდა და ვერ პატრონობდა უბრალოდ ფიზიკურად ვერ პატრონობდა ამხელა ტერიტორიის პატრონობა ისედაც ძნელია და პლუს კიდე ალიასკა და რუსეთმა მიყიდა ალიასკა ფულად ამერიკას და ტრამპმა ეს იგულისხმა როცა თქვა რომ მან ის კი არ თქვა რუსეთში უხდებიო ყოფილ ტერიტორიაზე იგულისხმა რომელიც რუსეთმა მიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ალიასკა შტატია ერთ-ერთი ჩრდილოეთ შტატია გასაგებია დედაქალაქია ასეთი ჯუნო წყნარი ოკეანის სანაპიროზეა ეს დედაქალაქი ალბათ მან შეხვდებიან არ ვიცი ხა ზუსტად სად შეხვდებიან კი ქალაქი არ არის დასახელებული მხოლოდ ალიასკაზეა სავარაუდოდ მან შეხვდებიან ერთმანეთს გასაგებია რომ ერთ-ერთი თემა აუცილებლად იქნება ზანგეზურის ეს ამ კითხვის დასმა მინდოდა ბატონო გამორიცხულია რომ არ იყოს და ეხლავე შეიძლება ვთქვათ რა მე შეუძლებლად მიმაჩნია რომ რუსეთმა დათმოს ეს საკითხი რომც უთხრას სიტყვიერად რუსეთმა რომ ეხა დააკვირდით რა საინტერესო რაღაცაა რუსეთმა რა განცხადება გააკეთა რუსეთმა გააკეთა განცხადება რომ მიესალმება სომხეთ აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს შვიდობას კარგია რომ ამერიკა ჩაერთო კარგია რომ შვიდობა დამყარდა ხო გასაგებია რომ ეს არის ისეთი მხოლოდ დიპლომატიური განცხადებები ტკბილი სიტყვა რომლის უკან სრულიად სხვა ემოცია დგას იმიტომ რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს და იქნება ალბათ ამაზე საუბარი და რაც არ უნდა უთხრას ტრამპს ამ კუთხით პუტინმა არავითარ შემთხვევაში რუსეთი ამას არ დათმობს და სრულიად ნათელია რომ სომხეთში წავა პროცესები სულ სხვა კი ბატონო უპასუხოთ ზარია მოგძანდით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით გისმენთ ჩვენდღეშიდობისა პაკიჩემბერო მოგესალმებით ეხლა მე ვისმენ ორი დღეა ბატონი დავითის საუბარს და რაღაცა შიშივით მოდის ჩემს გულში და ალბათ იდეური საქართველოს მოსახლეობისთვის ეს გასაგებია რომ სომხეთის პაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რაღაცა შეცდომა დაუშვეს არ გაითვალისწინეს რა მოხდებოდა ეს გასაგებია მაგრამ მე მააღელვებს ჩვენი საქართველოს ბედი ჩვენ რა გვეწევა ეკონომიკურად შვიდობის მხრივ იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ ბატონო თავის წერან რომ დიდი ნაღმია ჩადებულია რუსეთსა და სომხეთს შორის მე ჩვენი საქართველოს ბედი მააღელვებს იქნებ პასუხი გაგცეთ რომ ჩვენ რა გვეწევა კიდევ მეორე შვიდობის მხრივ ეკონომიკის მხრივ როგორ იქნება ჩვენი საქართველოს ბედი ძალიან გთხოვთ რომ გასაგებია მადლობა ზარისთვის მე არ მგონია რომ სომხეთმა რაღაც შეცდომა დაუშვა სომხეთი და აზერბაიჯანი შეცდომას კი არ უშვებენ მიდიან ამ გზით ისინი ამერიკა დიდი ხანია ყველა მხრიდან ავიწროვებს რუსეთს და ამ თამაში ჩაერთო სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს რა ბედი ელის არა საქართველოს ომი აქ არ ემუქრება ჯერჯერობით ეკონომიკური თვალსაზრისით ვარდნა მოხდება ეკონომიკური თვალსაზრისით აუცილებლად მოხდება შემოსავლების ვარდნა როცა ეს დერეფანი გაიხსნება აქ უკვე ამერიკამ უნდა იფიქროს რას გააკეთებს ის შესაძლოა ამერიკამ საქართველოს მიმართაც რაღაცა კომპენსაცია გაიღოს ფულადი არ ვიცი ვერ გეტყვით მე ვამბობ რომ ეკონომიკურად ჩვენთვის ეს არ არის კარგი აი ეს შემიძლია გითხრათ
გამოიწვევს თუ არა ეს ეკონომიკურ გარკვეულ ეკონომიკურ დანაკარგებს, ფულად დანაკარგებს საქართველოში უდაოდ ცალსახად გამოიწვევს. ახლა დააქცევს თუ არა ეს ქვეყანას, არ დააქცევს. ახლა ზანგეზურის დერეფანით თუ დერეფნის გარეშეც არ შეიძლება საქართველოს ბედიღბალი იყოს დამოკიდებული ერთ რაღაც დერეფანზე. ის რომ ახლა ამის მერე ჩვენ დავიღუპებით, სისულელე არ დავიღუპებით, ცხადია, არანაირად. თუმცა გვექნება შემცირდება ეკონომიკური შემოსავლები, მოიძებნება სხვა რაღაც გზა. საერთოდ აქ უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ ეკონომიკური შემოსავალი ჩვენ საუკუნეში და ეს არის ყველაზე დიდი და არასწორი ქმედება ჩვენი ხელისუფლებისგან, რომელსაც არ ესმის, რომ ეკონომიკური შემოსავლები 21 საუკუნეში ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარებით ხდება. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით ხდება. კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული პროგრამები, რაც საერთოდ არ ვითარდება საქართველოში ამ კუთხით. და ჩვენი ქვეყანა სულ ჩამოკიდებულია ან დერეფანზე, ან ტვირთების მოძრაობაზე, მცირე ბიზნესი, რაზეც კაია თუ ვილაპარაკებთ ამ გადაცემაში, საშუალო ბიზნესი, ეს მიმართულებები უნდა განვითარდეს და ეს უნდა განავითაროს ხელისუფლებამ და არა იმაზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, რამდენი ტვირთი და როგორ გაივლის საქართველოში ან არ გაივლის. კიდევ ამბობ, ამ დერეფნის გახსნა არ გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ფულადი თვალსაზრისით ჩვენ პრინციპში სერიოზულ კლებას დავინახავთ და ეს ჩვენთვის ცუდი იქნება და თვითეული ჩვენი მოქალაქის ჯიბეზე ეს აისახება, ესე იგი შემოსავლების ვარდნა იქნება. ეხლა დავიღუპებით, არ დავიღუპებით. ცუდია. რა უნდა ვქნათ? განვავითაროთ ალტერნატიული ეკონომიკა და ეს ეხლა კი არა, ამას 30 წელი ვილაპარაკობთ, რომ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ ყოლია და არ ყავს ხელისუფლება, ვისაც ესმის, რომ რა ბიზნეს უნდა შეუწყოს ხელი. აი ამაშია საქმე. ჩვენ პირიქით ყავს ხელისუფლება, რომელიც იქამდე მივიდა, რომ პამიდორი შემოგვაქვს თურქეთიდან და ვაშლი შემოგვაქვს, როდი ვაშლს ჩეხავთ აქ და თურქეთიდან შემოდის ვაშლიდან. საზამთრო ირანიდან. ჩვენ თუ ამას არ მოვერევით, ყურძენი, ქლიავი, ლობიო, ყველაფერი და ჩვენ თუ ამას არ მოვერიეთ, ეს მარტივი რაღაც გითხარით და ჩვენ რა მობილურ ტელეფონს უშვებთ, კომპიუტერებს უშვებთ, კომპიუტერულ პროგრამებს, არა და პროგრამისტები ყავდა, სუ ჩემპიონები, ესეც გავანადგურეთ. თუ ჩვენ ამ მიმართულებებს არ განვავითარებთ, ელექტრონული ტექნოლოგიები, აგერ ელექტრობორბალზე მიდის, ლაპაი ბორბალი, რომელშიც შიგნითაა ავტომობილის ბორბალი და ძრავა შიგ ბორბალშია. ყველა დიდი კომპანია დედამიწაზე ეხლა ასეთ ბორბალზე მუშაობს ამის შექმნაზე. ჩვენ ხო არც ერთ ასეთ პროექტში ჩართული არ ვარ და არავინ ხელს ამას არ უწყობს. ეს ალტერნატივები უნდა გაჩნდეს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ და თავისუფლები ყოველგვარი დერეფნებისგან. ზარია კლავ პირდაპირ ეთერში შემოვიყვან და გავაგრძელოთ ისევ საუბარი. მოგესალმებით. გამარჯობათ. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო დავით, რომ ზუსტ ანალიზაკეთე. და მინდა ყოველთ რომ მაგ ტელევიზია გამოშვებები ხოთა რამე ისწავლენ თქვენიდან. მადლობა. იმიტომ დახავენ. გავიდა თავი. რასახლებთან ერთად ამ გზებზე და უფრო სადენებზე არ უნდა ვიყოთ სამშვიდობო სახელმწიფო უნდა ვიკარდებოდეთ სახელმწიფოს უნდა კონდეს თავისი ძირი ინდუსტრია სუბუქი მრეწველობა ყველაფერი რაც სახელმწიფოს ირდება ეს მოდის შევაკადოთ ზონიდან დაგვიხატეთ რომ ფინანსო სადენები გაიწოდა ჩვენ კულტი ვიქნებოდა სასტიმულამდე პული ნახეთ რა წავიდა დაიგდეს ერთეულებმა ხელში ავტოსადენები ზიან ამაზე 1000 მოტილებას და წინ დივიდენდები ყველაფერი. რაც შეეხება ახლა თვითონ ამ პროცესს რაც მიდის. ეს ამერიკის დადებული პროცესია, დადებული ნაზრია, როდის ამოწმდება კაცმა ირანმა პრეტექსტი შეუქმნა რომ მაგათ არ ეშვება ტერორისტული აქტები. ამ 50 კილომეტრ ჯოჯოხეთ უხდება. თვითონიანის თქვენი სალდატები საფლავი იქნება ახო. მაგრამ ჩვენ ამით ჩაგუტრევე. ამ სამხრეთის ფრონტის ამბავი და კალიფერნიას. ვერ გადმენ ამ რუსეთის დაანგრევენ, ვერ დაანგრევენ ამ რუსეთს. ნაპოლეონმა დაანგრევა. ვერავინ დაანგრია, გაჩერდნენ და ხენდნენ თავის ტერიტორიაზე და იარდებოდა იყო კაც.
როგორ შეიძლება გამოიმახოს ამ თასეფენ ჩემი ანალიზი ესეთია რაც შეიძლება მე გეოლოგია და ზანგეზური მე ხეთი თამარ გავდიდი მანქანა სერაუ რაუნდა გააკეთო ნიჭი ამათმა მაგრამ დააფინოთ ესე და არონია ჩვენი თქვა მაგალითად ეს სადენები რაც შეიძლება ანატოლი არ იქნება ხავი სავად და იქნებ ბარი იქნებ ოდი შეგაწყვეტა გასაგებია მადლობა ზარი დიდი მადლობა პირველ რიგში მაინც ერთ წუთიან ჩართვას გავაკეთებ ჩვენმა ქვეყანამ უნდა განავითაროს ეკონომიკა ამას 30 წელიწადია ვლაპარაკობ ჩვენ საბჭოთა პერიოდში საქართველოში უამრავი წარმოება მუშაობდა რომელიც ემსახურებოდა მთლიანად საბჭოთა კავშირს ამ წარმოებების დიდი ნაწილი ან გაქრა, ან გაფუშტა, ან დაიხურა, ნაწილი ახალც მუშაობს. მაგრამ სოფლიო წინ მიდის და ჩვენ ისევ ჩამორჩენილები ვართ. განვითარება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული ტვირთების მოძრაობაზე, ან ნავთობ, ან გაზსადენებზე. განვითარება უნდა იყოს დამოკიდებული სრულად სხვა ძირითად ელექტრონულ ტექნოლოგიებზე. მე მინდა რომ აი ესეთი მარტივი მაგალითი მოგიყვანოთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაცია პლანეტაზე ეს არის რუსული გაზპრომი, ასე ქვია, გაზპრომ, რომელიც ეს არის გაზის, რუსული გაზის და გაზთან დაკავშირებული პროდუქტების საექსპორტო კომპანია, რომელსაც გააქვს გაზი დედამიწაზე ყველა ქვეყანაში და ეს არის ყველაზე დიდი კორპორაცია პლანეტაზე. ეს კორპორაცია თავისი ფულადი ბრუნვით დააკვირდით ესეთი უზარმაზარი რუსეთის ყველაზე დიდი და პლანეტის ყველაზე დიდი კორპორაცია. ბევრად ჩამოუვარდება Apple-ს, ტელეფონების კომპანიას, Samsung-ს, Google-ს. აი წარმოიდგინეთ, ელექტრონული ტექნოლოგიების კომპანიები, 5 კომპანია, რომელიც ამაზე დიდია და ისინი უბრალოდ ტელეფონებს უშვებენ და კომპიუტერულ პროგრამებს წერენ. ამიტომ ჩვენ ეს გეზი უნდა ავიღოთ. უნდა დავიწყოთ წვრილი ბიზნესით, საშუალო ბიზნესით. და არაფერი ამის წახალისება ჩვენთან არ ხდება. ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობა. იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანას უზრუნველყოთ და ცოტა მაინც გლეხი ფეხზე წამოდგეს ფერმერი, ამისთვის სოფლის მეურნეობა სჭირდება ხელშეწყობა, რომელიც არ არის. მილიარდები იხარჯება, ზედმეტად ეს ფული იპარება, მოპარვა ხდება ამ ფულის, ჯიბეში ჩადება და მიიყვანეს საბოლოო ჯამში გლეხი და ფერმერი იმ მდგომარეობაზე, ვიმეორებ, მეორდები მაპატიეთ, რომ ვაშლი გაჩეხა უკვე. და სხვა ქვეყნიდან შემოდის ვაშლი. იგივე ეხება ვაშლს, კრიავს, ყურძენს, ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს. და ყურძენს ვითომ ყიდულობენ და სპირტს აკეთებენ და სპირტი აქვთ, რომლის მყიდველი უამრავია. 4 მილიონისას თუ იყიდი მოყიდიან, თუ არა და არ მოყიდიან. აი ამას ეხლა რა გონევროლობით კეთდება ეს მე არ ვიცი. ახლა მეორე ჩვენ მთელი წლები გქონდა კლიპები ტელევიზიით და ვლაპარაკობდით რომ იქამდე საქმე მისულვეთ ტუალეტის ქაღალდიც არ გამოდის თქო საქართველოში და მე პროექტი გავაკეთეთ ჩვენ და ტელევიზიაში გავახმოვანეთ თქვით რომ 100 ქარხანაა საჭირო რომელსაც 100 პატარა ოჯახი ერთი ოჯახი მოემსახურება და მთლიანად დაუშვათ ტუალეტის ქაღალდის ჩანაცვლება მოხდება საქართველოში ქართული პროდუქტი იქნება. ხელისუფლება მისიდია აიღო, ოღონდ რა გააკეთა? ერთი ქარხანა გააკეთა, ერთ კაცს მისცა და რეალურად გაჩნდა ქაღალდი ბაზაზე, რომელმაც უცხოური ჩაანაცვლა და ეხლა მაგრამ მიზანი ის კი არა რომ ერთი კაცის ხელში იყოს მონოპოლია, კაცო, ისაა მიზანი რომ 100-მა ოჯახმა იცხოვროს. და ასეა სველ სალფეთქს რო ეძახიან, გინდა მშრალი აიღე, ხელსახოცი მშრალი ხელსახოცი, სველი ხელსახოცი, ნუ არ ვიცი, ბავშვის პამპერსი იქნება ეს, ჩვეულებრივი ლუსმანი იქნება ეს, თუ დაუშვათ პლასმასის მილები იქნება, ყველაფერი ამაზე ჩვენ გქონდა პროექტები. ეს ყველაფერი შეიძლება 10,000 ოჯახი გათვლილი გქონდა ჩვენ წელიწადში 10,000 ოჯახისთვის. რაც მარტივად წარმოებელია ის. ეს არის ის, რაც ქვეყანას ფეხზე დაახენებს და ამას ყურად არავინ არ იღებს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას არ ესმის ეს რა არის წვრილი საშუალო მეწარმეობა, საერთოდ ხელისუფლება ეს დაკავებული ამით არ არის. ამათ მარტო ეს დიდი ბიზნესები აინტერესებს და რეალურად ძალაუფლების შენარჩუნება და ვთავაზობთ ამ იდეებს, კაცო, ვეუბნებით გააკეთეთ, ეს ხელს უწვდით, გააკეთეთ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ არც ერთი კომპიუტერული
არც ერთი კომპიუტერული ფირმის სახალისება არ ხდება. ეს არის ყველაზე სუფთა შემოსავალი დღეს და ყველაზე დიდი. და ამის სახალისება არ ხდება, კაცო. დააკვირდით ერთი მარტივი რაღაცა. ეხლა შემიძლია კომპიუტერული თამაშები. მე თვითონ ახლა არ ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს და რო გითხრათ, მაინც და მაინც არ მაინტერესებს ეს სფერო, მაგრამ მინდა რომ ვიცოდეთ, რომ კომპიუტერული თამაშები დღეს სოფლიოში ძალიან გაყიდვადია. აი, კომპანიები ხარჯავენ $5 მილიონ, ამერიკული კომპანიები, ინდური კომპანიები ქმნიან კომპიუტერულ თამაშს, რომელსაც წელიწადში $70 მილიონი მოაქვს. მოთხოვნადია და იმედი. და რა არის პრობლემა, რომ ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს, რომ ქართულმა კომპანიებმა შექმნან ეგეთი ფული არა, ამ კუთხით ამათი აზროვნება არ არის. ეს უნდა იყოს ეკონომიკა. ამაზე უნდა იყოს აგებული, მაშინ არ ვიქნებით არავითარ დერეფნებზე დამოკიდებული კიდე ზარიაკი. კვლავ ზარია. მოგძანდით, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. ისაუბრეთ. გამარჯობა. ჩვენ საქართველოში ყველაფერი გქონდა. ჩვენი გქონდა ყველაფერი, ჩვენ შესაძლოა მოიგზეთ ყველაფერს, მაგრამ ეს ყველაფერი შეცვალა და უცხოურ ქვეყანაზე ვარ დამოკიდებული. ყველაფერს დასავლეთი განახოთ, დასავლეთი განებებს გვაძლევს და მისი განებით უნდა ვიმუშაოთ. ასე სულად ჩვენი ქვეყანა და ვერაფერს ვერ გავაზრდეთ. მე რა თქმა უნდა პარტიასთან ერთად თანამშრომლობდი ყველაფერს, მაგრამ დიდი ხანია დავშორდი ჩვენ პარტიას. ავადმყოფობის გამო და ვეღარ წესი. ყველა მე ვერ გამიგია ამ ხაზარაშვილს და მამუკა ხაზარაძეს საიმას აღმერთებენ. ჩვენი სალარო ფულები შეჭამა და რესურსიას არაფერს არ ახსენებს საერთოდ. რატომ არ ღებულობენ ხელმძღვანელობაში? ვინმე არ ეუბნება, ვინმე არ ახსენებს, რომ მამუკა ხაზარაძე, ჯაფარიძე, გოცორიძე შეჭამა ეს ჩვენი სალარო შენახული ფულები. და დღეს იმ ჩვენი ფულები ჩვენ გვაყავენ, კიდევ ჩვენ გვატრობენ ხალხს. გამოდიან და ფარდოვანი სიტყვები ჩვენი სახელით ლაპარაკობენ კიდევ. და არჩევნებში გამარჯვება უნდა, როგორ უნდა გაემარჯვონ არჩევნებმა. მე ძალიან ვიმეორებ, რომ პატრიოტთა ალიანსთან ერთად მეგობრობდი, თანამშრომლობდი და ჩვენ მოვიყვანეთ, ქართული ოცნება ჩვენ მოვიყვანეთ ყველაფერი და ახლა ქართული ოცნება თავის შეშიფრის მარტო და კონკურენტად ისევ ხალხი ის ოპოზიცია დაიყენა და არა ვინც მას შედგა ეს ხალხი. გასაგებია, მადლობა დიდი ზარისთვის, დიდი მადლობა. ჩვენს ძალიან გული გწყდება, რომ ქართული ოცნება ნელ-ნელა ქართულმა ოცნებამ თავის რიგებიდან განდევნა ყველა ის ადამიანი, ვინც იბრძოდა წლების განმავლობაში და ეხლა ქართული ოცნება გვებრძვის ჩვენ ძალიან გული გწყდება. ხელს უწვდით ქართულ ოცნებას გამუდმებით, არა ჩვენთან ბრძოლის რეჟიმშია. არაფერი არ შემიძლია გიპასუხოთ. ჩვენ სასტიკად გვებრძვის ქართული ოცნება და ყველანაირად გვავიწროვებს. მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვებძვით მას, არ ვებძვით და იმედი გვაქვს, რომ ქართული ოცნებაც გონს მოეგება, ან ვერ მოეგება, ვერაფერს ვერ გეტყვით. ბატონ დავით, რახან არჩევნები ვახსენეთ, მოდით 2-20 სიტყვით არჩევნებზეც ვისაუბროთ. 1951 წელს ამერიკელმა ეკონომისტმა ეროუმ შეიმუშავა თეორემა, რომელსაც ეროუს თეორემა ეწოდება, პარადიგმები და ამავდროულად მას უწოდებენ თეორემა დიქტატურის შესახებ. თვითონ ამ თეორემის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია, აი ასეთ პირობებში შეუძლებელია დემოკრატია და სხვაგვარად კიდევ ამ თეორემას ამიტომ უწოდებენ გარდაუვალი დიქტატურის შესახებ თეორემა. ეხლა ამ თავის თეორემაში ბატონმა ეროუმ განავითარა ორი შეხედულება არჩევნებთან დაკავშირებით. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეს თეორემა იცით, გაცნობილი ბრძანდებით და როგორ ფიქრობთ, აი ეს ორი შეხედულება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც მან განავითარა, ერთი 1951 წელს, მეორე კიდევ უკვე უფრო მოგვიანებით. ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, დანერგილია აი ასეთი ტიპის არჩევნები?
ჩვენს ქვეყანაში რა არჩევნებია ხა ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლება დებს იმ შედეგს რაც მას სურს. ხო და ის სწორედ ამაზე აქვს ეროვნული საუბარი დიქტატურის გარდაუვალობის შესახებ თეორემაში. მე არანაირად არ ვიზიარებ რომ დიქტატურა გარდაუვალია. უნდა გითხრათ რომ ამას არანაირად არ ვიზიარებ. არ არის დიქტატურა საფრანგეთში და არჩევნები ტარდება. არ არის დიქტატურა ამერიკის შეერთებულ შტატებში და არჩევნები ტარდება და ტრამპმა მოიგო არჩევნები მაშინ, როდესაც მთელი არაუბრალოდ დემოკრატები, არამედ მთელი ხელისუფლება ებრძოდა მას. არ არის არჩევნები არ ყალბდება გერმანიაში და ასე შემდეგ. ეს ერთი თემა. სხვა საკითხია, რომ არჩევნები როგორც ასეთი და არჩევნების სისტემა მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. ჩვენ და გვესმოდეს, რომ ვის ვირჩევთ, რატო ვირჩევთ, როგორ და რანაირად. არჩევნების არსი რაშია? არჩევნების არსი იმაშია, რომ ადამიანების ხმა უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. რატო ვირჩევთ პარლამენტს და რატო ვირჩევთ ხელისუფლებას ზოგადად? და რა არის საქართველოში დარღვეული? ხელისუფლების არჩევა ხდება ერთადერთი მიზნით. უნდა იყოს ხელისუფლება, რომლის მთავარი ფუნქცია და ამოცანა არის ადამიანების კეთილდღეობის გაზრდა და ადამიანებისთვის დახმარება. ეს არის ერთადერთი ამოცანა ხელისუფლების. ხელისუფლება უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს ჯერ, იმიტომ რომ ქვეყანა არის ჯერ ადამიანები. ჩვენთან ეს არ ხდება. ხელისუფლება საერთოდ არ ესმის, რომ მისი ფუნქცია ადამიანების დახმარება. ხელისუფლება ზოგადად ლაპარაკობს, მე განვავითარებ ეკონომიკას, მე ვიზავ ამას, მე თავარი ამოცანა ეგ არ არის. ხელისუფლებაში ანგარის სწორება არ არსებობს. ანგარიში უნდა ჩაგვაბაროს ყოველ 6 თვეში ერთხელ ხელისუფლება რამდენ ადამიანს დაეხმარა კონკრეტულად. ეგაა ხელისუფლებისას. აი ახლა არის ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია რა არის? კონკრეტული ადამიანების, აი იმ ადგილზე მაცხოვრებელი ადამიანების დახმარება. ამიტომ 6 თვეში ერთხელ უნდა ადგილობრივი თვითმმართველობამ გითხრას, რომ აი კონკრეტულ გვარებით უნდა გითხრას, რომელ ადამიანებს რაში დაეხმარა ის. მაგრამ არავის არაფერში ის არ ეხმარება. ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენ ქვეყანაში გადაიქცა რად? ეს არის ადამიანები, რომლებიც ხდებიან თვითმმართველობის ორგანოში და მე ამ სიტყვის პირდაპირ ეგეთი სიტყვა ჩალიჩობენ ფულზე. მეტი არაფერი, ესენი ჩალიჩობენ იქ ფულის შოვნას. იქ არავინ არ ფიქრობს, რომ ვინმეს დაეხმაროს. და სანამ ეს არ შეიცვლება, არ იქნება ანგარიში, რომ აი რა, ვის დაეხმარე. კონკრეტულად გვარებით ვინ ადამიანებს რაში შეუწყეხეთ, საერთოდ სანამ არ გაიგებს ხელისუფლება, რომ ხელისუფალის ფუნქცია არის ადამიანს დაეხმაროს კონკრეტულად. მანამდე არ იქნება არაფერი. ამიტომ საარჩევნო სისტემაც არასწორად არის მოწყობილი. ამაზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ და მივხვდით, რომ არაფერი მაინც არ იცვლება. ეს ხელისუფლება ესე იქცევა, როგორც უნდა და რასაც უნდა იმას აკეთებს ახლა. ნუ არჩევნებია და კომისიის წევრები არავის არ ახავს გარდა ხელისუფლების. ეს რა არჩევნებია ახლა. მაგრამ ნუ რაც არის რა გავაკეთოთ ახლა. ესენი რასაც უნდა იმ შედეგებს დაწერენ, ასე მოუნდებათ შეგვიშვებენ იმ ადგილობრივ თვითმმართველობაში. არ მოუნდებათ არ შეგვიშვებენ, ჩვენ კი ვიმონაწილეებთ, მაგრამ რასაც უნდა იმას გააკეთებენ მაინც. მაგრამ მთავარი ფუნქცია ხელისუფლებისა ეს არის ადამიანებზე ზრუნვა. დიქტატურისკენ მიდის ისინი, ვინც არ ფიქრობენ, რომ უნდა იზრუნონ, მაგრამ სოფლიო პირიქით საპირისპირო გზაზე მიდის. სოფლიოს განვითარება ეს არის პირიქით კოლექტიური მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება და არა დიქტატურა. ამის მაგალითებია ყველა მოწინავე ქვეყანა. სინამდვილეში ამერიკა იქნება ეს თუ იაპონია იქნება ეს თუ ავსტრალია თუ საფრანგეთი თუ გერმანია თუ იტალია, ყველგან კოლექტიური მმართველობის სისტემაა და მიმდინარეობს ამ სისტემის განვითარება და ეს სისტემა თავისთავად ითხოვს იმასაც, რომ არჩევნების ახალი ფორმები იქნა შემუშავებული და ის შემუშავდება რეალურად. ეხლა ჩვენ შეგვიძლია დეტალურად ვილაპარაკოთ ახალ ფორმებზე. არის ეს ფორმები ეხლაც მოფიქრებული. და უნდა ჩანდეს ის მე ბევრი რამის გაჟღერებას თავსით რატო ვარიდებ? მე ხელისუფლება ამ იდეებს იღებს და აფუჭებს. მაშინ ეს აფუჭებს პირდაპირ გაგებით. მაგრამ ეხლა ვთქვი ძალიან მნიშვნელოვანი რამე. არჩევნების დროს თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სხვა ფორმატში უნდა მიმდინარეობდეს თეორიულად. ჩვენ უნდა გვესმოდეს, აი მე ბევრჯერ მithქვავს, ჩვენი ქვეყანა უნდა ერთ ადამიანს არ შეუძლია 2000 ოჯახზე მეტის ყურადღების არ შეუძლია.
ქვეყანა უნდა დაიყოს აი ესეთ კვადრატებად, სადაც 2000, ну, ზოგიერთ ადგილას ეს სოფელი მიყრუებულ სოფელი შეიძლება ეს 200 კაცი იყოს. მაგრამ ჯამში სადღაც აი ესე 2000 ოჯახი და აი იქ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, ვინც მერე პასუხს აგებს და გვეუბნება ამ 2000 ოჯახს კონკრეტულად რითი დაეხმარა. ანუ სხვა სისტემების განვითარება არის საჭირო. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობა და ეს ჩვენთან არ ხდება. კვლავ ამბობ, ხელისუფლება ვალდებულია შენ აგიწყოს წვრილი ბიზნესი. ვალდებულია ხელისუფლება დიდი ხანი ჩვენთან დაიბადა თეორია, რომ ხელისუფლება არაა ვალდებული დაგეხმაროს ბიზნეს საწყობაში. კაპიტალიზმია და მიხედე შენ თავს. კაცო, კაპიტალიზმშიც ხდება ხელშეწყობა. ის არის ვალდა, უნდა ჩაგვაბაროს ანგარიში, აი რამდენ კაცს აუწყო წვრილი ბიზნესი. ეს თუ არ შეიცვალა, ჩვენ წავალთ უაღრესა და ამ გზით მივდივართ კიდევაც, მარტო ჭიდაობა მიდის აქ პოლიტიკური და ერთი ძალა მთლიანად ყველაფერს ფლობს, მორჩა. წინასაარჩევნოთ ახლა აიტაცეს ის ჩვენი ლოზუნგი, რაც იყო საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ლოზუნგად დარჩება ბატონო, რა თქმა უნდა. ზარია დიდი ხანია გვალოდებიან, ბოდიშს გიხდით, გალოდინეთ, მოვბრძანდით ისაუბრეთ, მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით, ბატონო, მოგესალმებით. რაც შეეხება მცირე მეწარმეებს, დღეს ყურადღებას არავინ არ აქცევს. მცირე მეწარმეებს, წარმოება გააკეთოს, რაღაც შექმნას, ხო, არავინ არ აქცევს ყურადღებას. რატო არ აქცევენ? ვიდრე მონოპოლია აქვს აგებული. აი თქვა, ეხა ავიღოთ სოფლის მეურნეობაზე, ხო, მეურნეობა ავიღოთ და გააკეთოს ადამიანმა წარმეგი. და მოიყვანა თქვა ლიტრი, ამიდორი, ყვანილი. ამ მოყვანი პროდუქტი საქართველოში დღეს ფასი არ აქვს. რატო იცი? იმიტომ რომ აქ არის მონოპოლია, რომელიც შემოაქვს ვიღაცა და ძიძდება და შენი მოყვანილი პროდუქტი, ქართული მოყვანილი პროდუქტი, ნამდვილად რომ არის, ხო? ეს არ აინტერესებს. და იმიტომ ვერ ვითარდება ეს სინემეტამე, იმიტომ არის სოფლის მეურნეობა არ არის განვითარებული. სად არის სოფელში ხალხი, ბატონო, სად არის? არის გავიაროთ, ერთად გავიაროთ დასავლეთი ნაკო, თუ დაკეტილია საფრთხე. ბრavo, ეს მიხრილი მოკლილი ყველაფერი. ამას თუ სახელმწიფო არ მიხედა, ესე დღეში ვიქნები ჩვენ, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა აუცილებელია პირველი გლეხს უარ მიერთის საშუალება, რომ გაავიტანოს სამი პროდუქტი და მოიხსნოს და გაყიდოთ ქართულ ბაზარში. არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ რატო არ გამოვა, იცი კიდევ ვიმეორებ. შემოაქვს თურქეთი და ირანი და რა ვიცი, სადაც საიდან და თვითონ ესენი მონოპოლია ძებულობდა. დღეს რაშკინა დავიყოთ ყველა სფეროში მონოპოლია. მონოპოლია ნავთობი არ არის, მონოპოლია პამიდორშია, ბანანშია, კეფშია, ყველაფერში მონოპოლია. იმიტომ არის ჩვენი სახე ესე. იმიტომ ვერ განვითარდა. იმიტომ გლეხი ვერ განვითარდა. სოფელი დაიცალა, ყველა ქალაქში ჩამოვიდა, ზოგი ბაზარში ზის, ზოგი ქუჩაში აკეთებს ყანეს. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. თუ სახელმწიფო მე წარმოაგვარა, ეს სახელმწიფო თუ არ მოაგვარა, ჩვენი საქმე ვერ დავათ ის. აი თქვენ ახლა იდეას ეუნებით, ხო ამას? და მოუწევთ ეს იდეა, რასაც თქვენ ეუნებით, ხო? ესენი ყურად არიგებენ ამას. გასაგებია, მადლობა. დიდი მადლობა, აბსოლუტურად სწორი აზრები იყო. დიახ. ყველა მოსაზრება სწორი იყო, რაც გამოითქვა, მართალია ესეა. და ჩვენ როგორღაც უნდა ვებრძოლოთ ამას, მაგრამ როგორ უნდა ვებრძოლოთ ახლა? არჩევნები არ არის, არ ვიცი. დავინახოთ პროცესი როგორ წავა. ყოველ შემთხვევაში სრული სიმართლეა, რაც ითქვა. ეხლა ერთი რამე არ გამოგჩა, ჩვენ არაფერი არ გვითხოვს ტრამპის შეხვედრაზე პუტინთან. მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ იქნება მიღწეული არაფერი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამერიკა სურს, რომ რუსეთმა დაუთმოს კიევი, დაუთმოს სომხეთი და მე მგონი რომ შეუძლებელია ეს რაც არ უნდა ითქვას იმ მოლაპარაკებებზე არ დამთავრდება არაფრით. შედეგი არ იქნება და პირიქით ესკალაცია გაიზრდება და ახალ საფეხურზე ავადაპირისპირება. ანუ აუცილებლად იქნება საუბარი სწორედ ამ სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით და ჩვენი რეგიონის განიხილება ამ შეხვედრაზე. დიდი მადლობა, დიდი პატივისცემით, გემშვიდობებით. ჩვენ გემშვიდობებით, მომავალ ოთხშაბათამდე, ვინც გვიან შემოგვიერთდა, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ჩვენი გადაცემა განმეორებით იხილოთ დღეს საღამოს 11:09-ზე. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ნახვამდის.